ბატონო, ვიმბრძანდებით. მე ალბერტ ფიშერი ვარ, ამ სასაფლაოს დირექტორი. ერთი წუთით თუ შეიძლება. ლაპარაკობს დეტექტივი ბლეიკი, სასაფლაოს დირექტორი მოვიდა. კარგი, მადლობა. უთხარით გარეთ მოიცადოს და ახლა ვემოვალ. დიახ, გასაგებია. აქ მოიცადეთ ბატონო. რა მოხდა? ყველაფერი რიგზია, არ ინერვიულოთ. ყველაფერი რიგზია, ეცადეთ, ღრმად ისუნთქოთ, შემომხედეთ. ალბერტ ფიშერი თქვენ ხართ? დიახ, გახლავართ. გთხოვთ გამომყვეთ. გმადლობთ. რა შეგიძლიათ მითხრათ კირან ქსავიერის შესახებ? ახლა ხან დავიქირავე, რომ დარენს სასაფლაო საქმეში დახმარებოდა, ცუდად არ მუშაობდა. სულების რისხვა. ესე იგი, ალბერტს იცნობ, არა? კი, კარგი ტიპია, რაც ბიზნესი დაიწყო, მას მერე მასთან მუშაობ. რამდენიმე წელი გავიდა. და შენ სად მუშაობდი აქამდე? დებილურ სამსახურში, ქალაქის მიყრუებულ კუთხეში. საუბრადაც კი არ ღირს. ხო? თუმცა ახლა ძალიან მაგარ ადგილას მივდივარ, დამიჯერე. ეს გასაოცარი ადგილია. დარწმუნებული ვარ, მოგეწონება. იმედი მაქვს. დამიჯერე. უზარმაზარია. სამუშაოდ მშვენიერი ადგილია, არა? ფეხები გაიწმინდა და შემოდი. უკაცრავად. დათვალიერებას მერეს მოასწრებ. ძალიან მაგარია. შემოდი. შემოდი, წინ დამღლელი დღეგველის. დღეს რამდენიმე დაგძალოა და მალე სტუმრები მოვლენ. ყველაფერს აგიხსნი, დაჯექი ძმაო, მიდი. აქ ყველაფერი ძველმოდურადაა. ალბერტს კომპიუტერების ყიდვა მოუნდა, მაგრამ ერთი მაგისიც, ვის რაში სჭირდება, არა? ყველაფერი რიგზია ძმაო. რა იყო? ღრუბლებში დაფრინა? ასწორებს? უბრალოდ აქამდე მსგავს ადგილას არ მიმუშავი. არა უშავს, მიეჩვევი და მოგეწონება. ხო. მართლა, აი ეს ანკეტა შეავსე, თორემ ხელფას ვერ მიიღებ. მისმინე დარენ, არ იცი რამდენს გადამიხდიან. ფულზე საუბრობ? არა. მალე უფროსთან წაგიყვან და მაღაზია იმასთან გაარკვია, კარგი? ძალიან მიხარია აქ რომ აღმოჩნდი. როგორც ჩანს, ძალიან ძველი შენობაა. ხო, ეს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სასაფლაოა. აქაურობა დაცულია. ასე რომ, აქ ყველას შემოსვლის უფლება არ უნდა მივცეთ, გასაგებია? კი, კარგი, წავედით. ხელს მოაწერ, როცა მოხვალ და წახვალ, მიმიხვდი კი. ეს რაღაც გაფუჭებულია, უნდა შევაკეთოთ. ეს კი სარეგისტრაციო წიგნია. ყველა შეკვეთა, რომელიც მოდის, აქ იწერება. ანუ უბრალოდ სახელები უნდა ჩავიწერო? ხო, გასაგებია. ეს შენ დაგევალება. კარგი, შეძლებ? რა თქმა უნდა. წამოდი. აქ რამდენიმე ადამიანი მუშაობს, ერთ-ერთი მათგანი კი დარაჯია. საინტერესოა მასთან დამეგობრებას თუ მოახერხებ. თუ ხმა არ გაგცა, პირადულად მომიიღებ.
აქ კი ყველაფერი სერიოზულადაა. აქ ხანდახან ცოტათი საშიშია ყოფნა. რატომ? აქედან მაგზავნით ხალხს საიქიო ცხოვრებაში, იმ იმედით, რომ უკან დაბრუნდებიან. ხუმრობ არა? აქ რა ხდება? ეს კრემატორიუმია. აქ ხშირად მოგიწევს მუშაობა. ხვალ უსაფრთხოების წესებს აგიხსნით. ხომ არ გინდა რომ ცოცხლად დაიწვა? რა? ცოცხლად რატომ უნდა დავიწვა? ნუ ნერვიულობ. იცი ყველაზე მაგარი რა არის კრემაციაში? რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ აქ? ეს უბრალოდ ბიზნესია. წავედით. როგორც ხედავ, ცერემონია მიმდინარეობს, ასე რომ სანამ დაასრულებენ, აქ დავიცდით. გამარჯობა, როგორ ხარ? ყველაფერი რიგზია. აქეთ გავიდეთ. მიხარია, შენი გაცნობა, უკვე დაათვალიერე? ძალიან კარგი ბატონო, ბევრი რამ ვისწავლე. ფელიქსი შენს იმედზეა, ჩემი ბიჭები გამუდმებით მაოცებენ ხოლმე. უნდა ვაღიარო, კმაყოფილი ვარ ამ ყველაფრით. ძალიან უცნაური შემთხვევაა, მართლა. ბიჭმა თავი მოიკლა, წერილი არ დაუტოვებია და ოჯახი საშინო მდგომარეობაშია, არ იციან ეს რატომ გააკეთა. გასაგებია, მაგრამ როგორც ამბობენ, დაკარგულ სულებს საიქიოში გადასვლა ყოველთვის უჭირთ. ღმერთო ჩემო, დარენ, ჩვენ ხომ ეკლესიაში ვართ. გასაგებია. მაშინ ჩემს საყვარელ ადგილას წავალ. კრემატორიუმში. მითხარი, ნერვებს ხომ არ გიშლის? არა ბატონო, არა, ყველაფერი რიგზეა. უბრალოდ ცოტათი მაშინებს, მაგრამ ყველაფერს გავუმკლავდები. ყოველ შემთხვევაში, აქ კლიენტთან ჩხუბი არასდროს მოგივა. მე რიტუალს უნდა დავუბრუნდე. მოკლედ, წარმატებას გისურვებ. მადლობა ბატონო, თქვენთან ვალში ვარ. კლიენტებთან ჩხუბი, ესე იგი, საინტერესო სანახავი იქნებოდა. წამოდი. Tom, როგორც ჩანს, რაღაც პრობლემაა. მოშორდი აქედან. ადექი შენ ნაბიჭვარო. მოგწონს არა? მოგწონს? არა. მოგწონს? არა. ეს დაკარგული მეტამფეტამინის გამოშებოზო. ხელი გამიშვი, შეარა ნორმალურო. თავი დამანებე. დამანებეთ. დამშვიდი, თორემ საქმეს უფრო გააუარესებ. მოდი აქ. შენთან ჯერ არ დამიმთავრებია, ფული მჭირდება. არ მაქვს. რატომ არ გაქვს? საწაიღე, მითხარი. მიშველეთ, ვინმე დამეხმარეთ. აქ არავინ დაგეხმარება, განსაკუთრებით კი ეს სირი. ასე რომ დამშვიდი პატარაო, შენს დასახმარებლად არავინ მოვა, გასაგებია? კიდევ გეკითხები. სად არის ჩემი ფული? არ მაქვს. ალბათ საავადმყოფოს მიმავალ გზაზე დავკარგე. შენ ნაბიჭვარო, თუ მატყუებ? არ გატყუებ. რა იყო, შენ გაიკეთე? არა. თუ საკუთარი თავისთვის ცოტას გაძლევ? არა, არა. შეავადმყოფო. არა. მეტი აღარ გინდა, არა? კარგი. ვეღარ მიიღებ და ვნახოთ, რა ბედი გეწევა. მოიცადე, მოიცადე. მოიცადე. გთხოვ, მოიცადე. თავი დამანებე. ვერ მიმატოვებ. რატომ ვერ მიგატოვებ?
შენ მე გჭირდები. მოგწონს ასე რომ ეხები? კი, მოგწონს? კი, სიამოვნებს? კი. ხო, რაში მჭირდები? ხვალისთვის მყიდველი მყავს. თუ პროდუქტს არ ვაჩვენებ, სხვა გამყიდველთან მივა. მართლა? აი რას გეტყვი? ეს შენი უკანასკნელი შანსია. ვიცი, გასაგებია? ხო, ხო. მაგრამ თუ ეს ტყუილია, იცოდე, ინანებ. ინანებ. არ გატყუებ. ამას აცნობიერებ? კი, და გპირდები. ყველაფერს გავაკეთებ. ჩემი პატარა გოგონა. წადი იბანავე შებინძურო ალქაჯო. მისმენე ნუ გეშინია მისი, უბრალოდ ყებს, მაგრამ არ იკბინება. აი, გამომართვი. ცოტა გონს მოხვალ. მადლობა. შენს ჩანთას მოვიდან. იცი რა, მგონი არც ისე ცუდი გუნდი ვართ, არა? ხო, ვილი, რას აკეთებ? ხო, ამ ტელეფონი უნდა მოიტანო ბოზო. ვილი, მოდი აქ. ახლავე. ეს სად დავდგა? ნიჩაბი თუ გაქვს შემიძლია დაგეხმარო. როგორც გინდა. წყალი არ გინდა? არ მწყურია. კარგი, მაშინ წავალ. აი, გამომართვი. მეტი არ მაქვს. გთხოვ, არავის უთხრა, ვინ მოგცა. თორემ ვინმემ რომ გაიგო სერიოზული პრობლემები შემექმნება, გამიგე? შენ შეგექმნება პრობლემები. გთხოვ, ფრთხილად იყავი. არ ვიცი კიდევ რამდენი ხანი შევძლებ ამის გაკეთებას, მაგრამ ხვალ გამოგივლი. ხვალამდე. კირან, მოდი დაჯექი. მაიკლი სად არის? აი ესეც. ვიცი ბიჭებო, რთული კვირა იყო, ასე რომ ლუდი ჩემზეა, ასწორებს. აბა, მომეცით. მისმენე, ამას რა სჭირს? სულ ასეთია? მაიკლი? ხო, ცოტათი უცნაური ტიპია, როგორ გითხრა, პირდაპირ მნიშვნელობით სამარესავი ჩუმია. შიგნით შემოსული არასდროს გვინახავს. სერიოზულად? ხო. ლუდი? არა. დალევა არ მიყვარს. მიდი, გეპატიშები.
კარგი რა ძმაო, ერთი ბოთლი არ მოკლავს. დავიჯერო მაიკლთან არ მოიწყინე. მოდი მე მიწის თხილს ავიღებ. რაღაც უფრო ძლიერი მჭირდება. მართალი ხარ. რა იყო? სახშიც არ სვამ ხოლმე? შენ გეუნები არ გესმის? როგორც ჩანს, უნდა დავილაპარაკოთ მეგობარო. მისმინე, შენ ახლახან დაიწყე მუშაობა, მაგრამ მე შენი უფროსი ვარ. ამას აცნობიერებ? ეს ხომ იცი? ხომ იცი ეს? კი? კარგია, მაშინ ყველაფერი გააკეთე, რასაც გეუნები. მიდი. დალიე. კარგი. მე შენი უფროსი ვარ. მე შენი უფროსი ვარ. დამშვიდით. დალევა არ უნდა. დალევა არ უნდა? რა? შვიდად ვარ. ხელი ჩამოართვით. მიდი. კირან, გთხოვ, მოიცადე. მისმინე, ნუ გეწყინება. დარენი ბევრ სისულელეს ამბობს, როცა სვამს. ხვალ არაფერი ემახსოვრება. დარწმუნებული ვარ, უკვე ყველაფერი დაავიწყდა. იმედი მაქვს, ხვალისთვის მეც ყველაფერი დამავიწყდება. ხო, მე უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ეს ყველაფერი განზრახ არ გაუკეთებია, გესმის? ყველაფერი რიგზეა? ხვალ შევხვდებით? ასეთი ურთიერთობა არავის მოსწონს სერ. რა თქმა უნდა. აბა, ხვალამდე. რას მომაშტერდი? კიდევ მე მიყურებ? კარგი რა, ძმაო. აბა, მოგწონს, ბოზო, დამშვიდი. მოკეტე, ადექი. ვინ იყო ის კაცი? ვინ ჯანდაბა იყო? არავინ, უბრალოდ ერთ-ერთი კლიენტი. მატყუებ. რატომ მატყუებ? არ გატყუებ. გინდა რომ კოლექციას კიდევ ერთი ნაიარევი შევმატო? არა. მაშინ უმატყუებ, გაიგე? იმ ნაბიჯვართან ერთად ეწევი, ხომ? ვინ იყო მეთქი? არავინ. დაახვიე. მოგწონს არა? მოგწონს? აი მე კი მომწონს, თანაც ძალიან მომწონს. მიპასუხე ბოზო. შენ აბიჭვარო, რას აკეთებ? შენი დედაც. ვილი, დაარტყი, საით გაგიწევია პატარა ბოზო, ადექი. ხალს სცემთ არა? თქვენ ნაბიჭრებო. არ გინდა. ამაზე რა სიტყვი? ეს ჩემი რაიონია, გაიგე? მოგწონს ნაბიჯვარო? ეს ჩემი რაიონია. ტომი, ქალი გარბის, გაეკიდე შეიდიოტო. აბა აქ რა გვაქვს? გამომართვი? მადლობა. აი მენიუ, ახლავე დავბრუნდები. ბიძი, ალბათ გშიათ არა? მადლობა, ძალიან კეთილი ხართ. კარგი, გემრიელად მიირთვით. ბოდიში უნდა უპასუხო.
ძმაო, ნარჩენები აღარ დაგჭა, კუთები ისემშია. დიდი ბოდიში, მაგრამ საჭმელი აღარ დაგჭა. თან უკვე დავიკეტეთ. მართლა? არა და საჭმლის სუნი მცემს. გამარჯობა მეგობარო, არ გინდა რამდენიმე მშიერკაც დაეხმარო. საჭმელი აღარ გვაქვს, დაკეტილები ვართ. კარგი რა. დარწმუნებული ვარ რაღაც დაგჭათ. ჩვენ ასეთი პოლიტიკა გვაქვს და არც საჭმელი დაგჭა. პოლიტიკა, შმოლიტიკა, ჩვენ გვშია. როგორ ჩანს, არც ისეთი ხელგასილები ყოფილიყართ. ერთი ამ ადგილს შეხედე. თავიდან მომწყდი. ხელი გაწიე. ეს თავდასხმა. თხოვ, წადი აქედან. თხოვ, რამე მომიმზადე. მოვიფიქრე. კარტოფილი შემიწვი, საკმარისია, არ მაქვს კარტოფილი. არ დალიოთ, ეს დასალევი არ არის. რატომ არ უნდა დავლიოთ? ძალიან გებრიელია, დასალევი მომიტანე. პოლიციას ვიძახებ. პოლიციას? სერიოზულად? ხო, პოლიციას გამოვიძახებ. მიდი, გამოუძახე. ჩვენ ძალით ავიღებთ. გაეთრიეთ აქედან. რა ჯანდაბა ხდება? რა ხდება აქ? ჩვენ უბრალოდ ნარჩენები გვინდოდა, ნაბიჭვარო. რა დამიძახე? ახლა ნახავ რა მოგივა. მოდი აქ. მოშორდი აქედან. მოშორდით. წავედით. კარი დაკეტე. მიდი. ოჩახ. და სამსახურს რას მოუხერხებ? არ ვიცი, ფელიქს. ერთ თვეში ორი სამსახური დაკარგე. ფელიქს, მე თხოვ, ორი კვირის ქირა გადამიხადე და ყველაფერს დაგიბრუნებ. თხოვ. ძალიან გთხოვ. კარგი. დარენ? შანდაბა. მაიკლ, დარენი სად არის? არ მიყვარს კითხვებს რომ მისვამენ. კარგი და გასაღები გააქვს? რომ დაასრულებ, დამიბრუნე. შეშლილი. შვენიერია. აქ რა ჯანდაბა ხდება? დარენ? გამარჯობა, თქვენ რეკავთ დარენის ნომერზე, ვიცი ჩემთან დაკავშირება გინდათ, მაგრამ
დარენ კი რანი ვარ რა გინდა კრემატორიუმის ღუმელის გამოგირეკა არ მუშაობს ვერ ხვდები რა ხდება შეგიძლია მოხვიდე და შეამოწმო ყველაფერი რიგზეა მისმინე უბრალოდ კედელზე დაკიდებულ ინსტრუქციას მიყევი კარგი რთული არ არის დამიჯერე წავიკითხე ყველაფერი ძალიან მარტივია ყველაფერი ვცადე მაგრამ ღუმელი არ მუშაობს უნდა მივხედოთ თორემ პრობლემები გვექნება ნახევარი საათის განმავლობაში გამოსწორებას ეცადე და თუ არაფერი გამოგივა გადმომირეკე კარგი მეც მოვალ კარგი ერთი წამით მოიცადე გუშინ აქ ხომ არ მოსულ ხარ შემთხვევით აქაურობა თავდაყირა დგას არა ძმაო რას ამბობ გუშინ ცოტა მთვრალი ვიყავი მისმინე ცოტა რთული ასახსნელია მაგრამ აქ თითქოს ქარიშხალი იყო ყველაფერი თავდაყირა დგას პოლიციას ხომ არ დაურეკო არა ძმაო არა ალბათ ალბერტი რაღაცას ეძებდა კარგი აი რა ვქნათ ცოტა ხანში მოვალ და დაგეხმარები 20 წუთი დამელოდე კარგი დაგელოდები გამარჯობა. აქაურობა ასე მდგომარეობაში დაგვდა? რამე დაიკარგა? მარ ვიცი. რთული სათქმელია. დღეს ალბერტი ნახე? არა, გუშინაც არ მინახავს. დარწმუნებული ხარ? კი, აქ მხოლოდ მე და მაიკლი ვართ. კარგი. მე ქვემოთ ჩავალ და ღუმელს მივხედავ. გავაკეთებ იმას, რაც შენ დააზიანე, მაგრამ მე მომისმინე უბრალოდ აქ არაფერს შეეხო, კარგი? არაფერს. ჩემს კაბინეტში არაფერს შეეხო, უბრალოდ დაბლა ჩადი და იქაურობა მიალაგე, კარგი? აი ასე. ამის დედაც, ეს რა ჯანდაბაა. მიდი ეს რა ჯანდაბაა ამის დედაც ჯანდაბა მიშველეთ
გული საშინლად აქვს აჩქარებული. კარგი, ღრმად ისუნთქეთ. აი ასე. გამომყევით. მადლობა. ეს გეცნობათ? ხო. დიახ, დარენის საათია, სად იპოვეთ? ღმერთო ჩემო, ვერ ხვდები. დილით აქ არ უნდა ყოფილიყო. არ უნდა ყოფილიყო. რატომ? მითხრა, ცუდად ვარო. და თქვენ სად იყავით ამ დილით? მე ჯერ ბანკში წავედი. შემდეგ სახლში ინვოისების დასაწერად, შემდეგ კი პოლიციიდან დამირეკეს. მომისმინეთ, მისტერ ფიშერ. თქვენს საკუთრებაზე მკვლელობა მოხდა. დარენის ოფისი თავდაყირა რატომ დგას? თავდაყირა? არც კი ვიცოდი იქ რამე თუ მოხდა. რატომ შეიძლებოდა რომ ვინმეს დარენი მოეკლა? არ ვიცი. ის კარგი ადამიანი იყო. ნორმალური ბიჭი. მირთვი კირან. შენი საყვარელი საჭმელია. მიდი. აი ასე. ეს კი ასე. მზადა. კირან. ფელიქს ფრთხილად. მიჭირავს. ავაყენოთ. ყველაფერი რიგზია დამშვიდი. ყველაფერი კარგადაა. თავს როგორ გრძნობ? უკეთ ხარ? ვიცი. დღეს მნიშვნელოვანი დღე გქონდა. არ გინდა ვისაუბროთ ამაზე. თუ არ გინდა, არაა პრობლემა. მაგრამ თუ საუბარს მოინდომებ, იცოდე რომ შენს გვერდით ვარ. დამიჯერე, არაფერი მოხდება. მიხარია სახლში რომ დაბრუნდი.
გამარჯობა. გამარჯობა. აბა მაჩვენე. კირან იმაზე ბევრად ცუდად გამოიყურება, ვიდრე აღმიწერე. ყველაფერი რიგზეა. შენ მითხარი პატარა ნაკაწრიაო. ასეც არის, უბრალოდ ნაკაწრია. უბრალოდ ნაკაწრი არ არის. დამელაპარაკე. ახლა ხანს უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში ვიყავი. და რა გითხრეს? თანხის გადასახდელად 2 კვირა მაქვს, თორემ სწავლის გაგრძელებას ვერ შევძლებ. 2 კვირა ცოტა დრო არ არის, რამეს მოვიფიქრებთ. ეს ყოველთვის კარგად გამოგვდიოდა. რა უნდა მოვიფიქრო? არ ვიცი, მაგრამ დამშვიდი და გაიღიმე, გთხოვ. სწორად გითხარი? ეს ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე იმ აყროლებულ რესტორანში თეფშების რეცხვა. ამაღამ დამირეკავ. გამოგივლი. ხომ მნიშვნელოვანი გამოცდა მაქვს ბოდიში. მოგვიანებით გნახავ. კარგად. გონი სამსახური გიშოვე ძმაო, ამ ნომერზე დარეკე. Sara. I'm sorry. წუხვარ. It's not your fault. ეს შენი ბრალი არ არის. You okay? კარგად ხარ? არა. არა, ფელიქს. კარგად არ ვარ. ძალიან მინერვიულე. მის თვალებში შირსა და ტკივილს ხედავდი. საკუთარ თავს არ გავს. ხომ ნახე. He's gonna be fine. კარგად გახდება. All right? გესმის? He's gonna be ყველაფერი მოგვარდება, არ ინერვიულო. ყველაფერი რიგზეა. You're ყველაფერი. fine. Okay? კარგი? ჯანდაბა. ჯობს საერთო საცხოვრებელში დავბრუნდე. დამპირდი. რომ ამაღამ ყურადღებას მიაქცევ. დამიჯერე, ყველაფერს მივხედავ. მადლობა, ფელიქს. არ ინერვიულო. კარგი.
ეს ნახე. შეხედე, ფული. ხო, ძმაო, ხომ გითხარი? გამომართვი. შენ სტილს რას უპირებ? აუცილებელი არაა, რომ ყველაფერი იცოდე. რა მოხდა? მეტი მჭირდება. იქნებ შენინებით, გექნა ყველაფერი. კარგი. როგორც იტყვი. მიდი, შენ ნაბიჯვარო. ისევ შენ ხარ? რა დღეში ხარ, ბიჭო? რა ჩანდაბა? რა გჭირს, მაო? რა გჭირს? ვილი, დროზე ადექი. ვილი, ადექი, გავიქცეთ. წამოდი, ვილი. გაჩერდი, ნაბიჯვარო. გაჩერდი. ჩემი ფული. ჩემი ფული. მოდი, აქ შენ ნაბიჯვარო. დაბრუნდი. კაცურა, ჩემი ბრძოლე. სად გარბი ხარ? სად ხარ? მაინც გიპოვი. კირან. რა მოხდა? რა ხდება? შემომხედე. მე ვარ. რა დაგემართა? მოდი, წამოგაყენებ, მოდი. ფელიქს, მოდი აქ. ამას შეხედე. ღმერთო ჩემო. შენთვის. რა მოხდა? მეც სწორედ ამის კითხვა მინდოდა. ხომ მითხარი, მივხედავო. დაძინებამდე შევამოწმე, არაფერი მსმენია. მოდი, წამოვაყენოთ. მიდი, გეხმარები. ფეხები აწევინე. აი ესე. შენ მასე არ იზრუნე. მე კი გენდე. შეხედე მას, მის ფეხებს შეხედე, ფელიქს. მე ხომ უბრალოდ დახმარება გთხოვე. მაგრამ როგორც ჩანს, ეს შენთვის მეტია. ახლა მე მივხედავ მას. შენ კი საკუთარ თავს მიხედე. ყველაფერი რიგზეა. კარგად იქნები. ძალიან წოხარს არა. ფელიქს.
ყველაფერი კარგად იქნება. ბოთიში რომ წავედი და მარტო დაგტოვე, ძალიან წუხარ. არასოდეს მიგატოვებ. კარგი? ბოდიში. კირან. რა მოხდა? ყინული ვიცი ვიხარ. ამბაზანას გაგიმზადებ. კარგი, მალე დავბრუნდები. დილომშვიდობის ქალბატონო, მე დეტექტივი ბლეიკი ვარ, ეს დეტექტივი ლუისია. კირან ქსავირსთან საუბარი გვინდა. სამწუხაროდ ის სახლში არ არის. მართლა? და რას ფიქრობთ, სად შეიძლება იყოს? მთელი დღე არ მინახავს და წარმოდგენა არ მაქვს, სად შეიძლება რომ იყოს. სუხვარ. და თქვენ ვიხართ? მე სარა მარტინი ვარ. კირანი შეყვარებული. ესე იგი შეყვარებული და აქ ცხოვრობთ? არა, ქალბატონო, მე უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობ. გუშინ ღამით სად იყო? მე რომ წავედი, აქ იყო და ეძინა. რომელ საათზე? დაახლოებით 9 საათზე. ვიფიქრეთ, რომ მისი მდგომარეობიდან გამომდინარე სახლში იქნებოდა. წინააღმდეგი ხომ არ ხართ, რომ შემოვიდეთ და არა, ვფიქრობ ეს ცუდი აზრია, ეს ჩემი სახლი არ არის. მისი ოთახის მეზობლისაა, ახლა კი ის სახლში არ არის. გუშინ სასაფლაოზე კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა. კიდევ ერთი მკვლელობა? დიახ. ხო, მაცნობიერებთ ჩვენთვის, კირანთან შეხვედრა როგორი მნიშვნელოვანია. დიახ, რა თქმა უნდა. სასიამოვნო დღეს გესურვებთ, ქალბატონო. მადლობა, დეტექტივო. მისმინეს არა. ვიცი ახლა როგორ მდგომარეობაში ხარ. მაგრამ თუ რამით მაინც შეძლებთ ჩვენს დახმარებას, უბრალოდ დაგვირეკეთ, კარგი? მადლობა, დრო რომ დაგვითმეთ. მადლობა. კირან, რა საკეთებ, კირან? ისუნთქე. არ გინდა, კირან, არა, გთხოვ, არა. გთხოვ, მიდი, არ მიმატოვო. არა, აქ ვარ, შენთან ვარ. გთხოვ, არ მიმატოვო, არა. აქ ვარ. კარგი, აი ასე. მშვენიერია. ხელები დააწყვე. აი ასე. ფელიქს. აქ ვარ. რატომ მოიყვანე? არ ვიცოდი რა მექნა, კინაღამ აბაზანაში დაიხრჯო. ვერც საერთო საცხოვრებელში წავიყვან და ვერც სახლში დავტოვებ და პოლიციელები თუ დაბრუნდებიან, ორდერი ექნებათ. პოლიცია იყო მოსული? პოლიციელები მოვიდნენ მითხრეს. წუხელ სასაფლაოზე კიდევ ერთი მკვლელობა მოხდაო. კირანთან საუბარი უნდოდათ, მაგრამ არ ვიცი რატომ. სარა, ახლავე საავადმყოფოში უნდა წავიდეთ, კარგი? კარგი. კირანი სად არის?
ღმერთო, როგორ ხართ მობილო? What the hell are you doing? დაჯანდაბას აკეთებ. გუშინ ცოტა მოგვეცე, ასე რომ დარჩენილი ფულისთვის მოვედი. There is no more. ნუ სულელო, მეც ვეღარ მიიღებ. ვეღარ, მართლა? კარგი. მაშინ პოლიციაში პატარა ჩიტი მიფრინდება დარწმუნებული ვარ ეს ამბავი და გაინტერესება. როგორ ბედავ ჩემს დამუქრებას? შენი მეგობარი მკვდარია, მე კი ფულის სტომარა არ ვარ. არანაირი სურვილი არ მაქვს შენთან საქმის წარმოების. რას ქვია მკვდარია? I saw his body in დღეს დილით სასაფლაოზე მისი გვამი ვიპოვე. ცემით მოკლეს. real bad. კარგი. ესე იგი თუ ტომი მკვდარია, ჩემთან საქმეს აღარ დაიჭერ? გააჯვი აქედან. შენ არაფერს არ მოადგენ და ვერაფერს მიიღებ. მოშორდი ჩემი საკუთრებიდან. მაშინ პოლიციაში მივალ, მიბრძანდი. შენი აზრით ვის დაუჯერებენ? პატივცემულ ბიზნესმენს თუ შენნაირ უსახლკაროლოც? Vagrant like you. მოშორდი აქედან. მოშორდი. გაგვიმარჯოს დარენ. ყველაფერი კარგად იქნება.
კი რა შენ მოკალი დარენი შენ მოკალი ამას რატომ აკეთებ არა ნორმალური ხარ იცი ეს შეშლილი ხარ არა გთხოვ გამიშვი ნუ იზა მამას რა გინდა ფული გინდა ფული მოგცემ ფულს მოგცემ არავის არ ვეთყვი გპირდები გპირდები რაშია საქმე მითხარი გთხოვ რა გჭირს კი რა რა გჭირს კი რა ვინმე დამეხმარეთ ის აქ არის ვინ არის აქ ვინ მითხარი კი რა მეგობარო მეთქი სახლში მიმყავ ხარ მადლობა პატარა ნაბიჭვარო ტომი არაფერი დაუშაო ძმაო ტომი დამშვიდდი უკვე საკმაოდ დაისაჯა მოკეტე ადექი შენაბიჭვარო ადექი არა გთხოვთ ძინავს ძმაო არა უბრალოდ თვალებს ვასვენებ დათვერი არა მე ხა არა უბრალოდ მეფსია გეფსია ხა გინდა სადმე გავაჩერო გინდა კარგი დამშვიდი ტომი გონია ჩემ გარეშე გადარჩები გეყოფა ტომი გეგონა ჩემ გარეშე გადარჩებოდი რა ჯანდაბა გინდა ჩემგან ჯანდაბა ემი ჯანდაბა ეს რა იყო რა ჩაიდინეთ დროზე გადმოდით მანქანიდან გადმოეთრიე ღმერთო ჩემო ამას შეხედეთ დარენ შენ ჩემი გოგო მოკალი რა ჯანდაბა გჭირს გზას არ უყურებ ბოდიში ის ვერ დავინახეთ რას ქვია ვერ დაინახეთ
ხელი გაწიეთ, თორემ ცოცხლად გაგატყავებ. ვერ დავინახეთ. როგორ შეიძლება და ვერ დაგენახათ განათება ხომ გაქვთ? ძალიან მნელოდა. გვაპატიეთ, გთხოვთ. ღმერთო, შეხედე. You're drunk. თვრალი ხარ? მითხარი, არა. მოდი აქ. ახლავე შევამოწმებ. ორივე გალეშილი თვალები ხართ. არა. ახლავე პოლიციაში დავრეკა. გთხოვ, არ გინდა. რატომ არ უნდა დავრეკო? კარგად ხარ, ემი? კარგად ხარ? ეს უბედური შემთხვევა იყო. კარგად ხარ? ორივე მჯიბეები ამოატრიალეთ და მთელი ფული მომეცით, რა? მთელი ფული მომეცით დროზე. აი, გამომართვი. მეტი არ მაქვს. სულ ესაა? ხო, ხუმრობ? ხუმრობ, არა? არა, არ ხუმრობ. სულ ეს გვაქვს. ეს ხომ უბრალოდ ხურდებია. მეც გადაგიხდი. მეც მოგცემ. ნუ მეხები მეთქი. კარგი. კიდევ მოვიტან ფულს. კარგი, ალბერტ ფიშერი, ფული რამდენი გაქვს? გაქვს იმდენი, რომ მისი მკვლელობა გამოისყიდო. იცი რა? დღეს გაგიმართლა. ის უბრალოდ ჩემი დილერი იყო. სულ ესაა, ის არ არაობაა, მაგრამ ის ჩემთვის მაინც მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ გარიგებას გთავაზობთ ორივეს. გესმის, იდიოტო? ხო. მოკიდე ამ პატარა გვამს ხელი და მიხედე მას. ხო. კარგი? შემდეგ კი რიჩ სტრიტზე შევხვდეთ ერთმანეთს. გაიგე? რიჩ სტრიტზე. ხო, რიჩ სტრიტზე. მართალია, რიჩ სტრიტზე 48 საათში, გაიგე? კი, თუ არ მოხვალ იცოდეთ, ზაღლებს დაურეკავ. მოვალ. გაიგე? მოვალ, ძალიან გთხოვ. მოვალ. 48 საათი. მოვალ. აი შენი ფეხსაცმელი ვიპოვე. აი გამომართვი. ციხეში ვერ ჩავჯდები. ფიქრი მაცადე. ციხეში არ ჩავჯდები. უნდა ვიფიქრო. ეს შენი ბრალია, რა? შენ დამსვი საჭესთან. ხო, მაგრამ მას შენ დაეჯახე და არა მე. შენ ნაბიჯვარო. აქედან მივდივარ. ბოდიში. მისმინე. ძალიან წუხვარ. კარგი? უბრალოდ ფიქრის საშუალება მომეცი. ახლა რა თქვა? მან თქვა, რომ ეს ქალი არაფერს წარმოადგენს. არაფერს წარმოადგენს. გესმის? რას გულისხმობ? მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ ფეხებიდან ნაწიე და მომეხმარე. მიდი დროზე. მიდი. ღმერთო. პლედი აიღე და ფეხსაცმელები. მიდი. საბარგულში შეყარე. დარენ, ტრაკი გაანძრიე, გახსენი. მიდი, გადმოათრიე. მიდი. წავედით. მიჭირავს, ყველაფერი რიგზია. ყველაფერს მივხედავთ. გესმის? ცოცხალია.
ღმერთო, ფიქრი დამაცადე. საავადმყოფოში უნდა წავიყვანოთ. არა. საავადმყოფოში ვერ წავიყვან. ციხეში ჩაგვსვავენ. ამას ვერ გავაკეთებ. მოიცადე. რის გაკეთებას აპირებ? ხომ არ გინდა რომ ციხეში ჩაჯდე? არ მინდა. მაშინ რა უნდა ვქნათ? მარტო ამას ვერ ვიზამ. არ ვიცი. გეტყვი რაც უნდა ვქნათ. ამ გოგოს ავწევთ და იმ კამერაში შევაგდებთ. გაიგე? კარგი. ხო, კარგი. მიდი. დამეხმარეთ. ლაპარაკობს. დამეხმარეთ. ძალიან მწუხარ. ძალიან მწუხარ. ასეე? აი ასე? პირდაპირ კაბინაში. მიდი. მიდი, ღმერთო ჩემო. კარგი. კარგი დაკეტე. დაკეტე სხეული კარი. იქიდან უნდა გამოვიყვანოთ. ამას ვერ ვიზამ, არ შემიძლია დამშვიდი გეყოფა, დამშვიდის მკვდარია. იქიდან უნდა გამოვიყვანოთ. მკვდარია მეთქი. უნდა გამოვიყვანოთ. გამარჯობა სარა. მანდ არის? გონი სასაფლაო უკანასკნელი ვარიანტია. აქ ვარ. მაგრამ გონი შიგნით არავინ არის. კარგი. დამშვიდი სარა. აუცილებლად ვიპოვი. მოიცადე? არის აქ ვინმე? Kiran. დიახ, დეტექტივო ბლეიკ, ადგილზე ვარ. სისხლს ვხედავ. აქ რა საკეთებ? მიპასუხე. ჩანდაბა. ხელები მაღლა, ხელები თავზე. მიწაზე. დროზე ძირს. სერ, ხელები მაღლა. მიწაზე დაწექი.
რაჯანდაბა.